რატომ ვერ ხერხდება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ევროპული სანქციების დაწესება? ევროპარლამენტარები არ გამორიცხავენ, რომ ოლიგარქი საკუთარი თავის გადასარჩენად დიდ ფულს ხარჯავს. ბრიუსელიდან მიანიშნებენ ვიქტორ ორბანსა და რობერტ ფიცოზე, უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერებზე, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის მაშველ რგოლს წარმოადგენენ. 2025 ოცნება და მისი პოლიტიკის გამო საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში ასრულებს. ევროდეპუტატები ფორმულასთან საუბარში კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ ოლიგარქიული მმართველობა ევროინტეგრაციას გამორიცხავს. ზურა პეტროსიანი ევროპარლამენტარების პოზიციებით უერთდება ფორმულას ეთერს. ლუკა, პოლიტიკური წლის შეჯამება უკიდურესად პესიმისტური გზავნილებით გვიწევს. ბრიუსელიდან მმართველი გუნდის ანტიევროპულმა კამპანიამ ფაქტობრივად საქართველოს ჩამოაშორა ევროპულ პერსპექტივას და თავად ევროდეპუტატების დღეს უკვე დიპლომატიური ტონის მიღმა არმალავენ, რომ საქართველოს საკითხი არის გაყინული და არსებული პოლიტიკური გუნდის პირობებში ამ საკითხის განახლება და პოზიტიურ ჭრილში განხილვა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. წლის ბოლოს ისევ არის საუბარი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე, მით უფრო რომ ბოლო პერიოდში მიღებული ცვლილებებით ამ ნაბიჯის გადადგმა ბრიუსელისთვის დღეს უფრო მარტივია, ვიდრე მანამდე იყო. ევროკავშირის ინტერესთა სფეროში რჩება ასევე საპროტესტო აქციების დროს სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენების თემაც. ოცნების მცდელობის მიუხედავად ეს საკითხი დახურონ. საერთაშორისო საზოგადოებისთვის BBC-ის სკანდალური გამოძიება დღეს უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხების მიღება შევძელით ამ დრომდე. ამ ფონზე საინტერესოა თუ რატომ ვერ ხერხდება და რას ფიქრობენ სანქციების შესახებ ევროპარლამენტარები, რატომ ვერ ხერხდება რეალურად ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ცალკეული ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს ფულთან, რომელსაც ვეტოს სანაცვლოდ რუსული ქართული ოცნების რეჟიმი ზოგიერთ ძალას უხდის, მათ შორის ევროპაში, რითაც თავის გადაჩენას ცდილობს. ეს მოსაზრება პეტრას ავსტრევიჩუსს ეკუთვნის, რომელთანაც ინტერვიუ ჩემმა კოლეგამ ნათია გოქსაძემ შეწერა. Very bad, dangerous, unhuman treatment of უკვე გარკვეული პერიოდია ვაკვირდებით ამ პოლიტიკურ ხაზს. დემონსტრაციებში მონაწილე ადამიანების მიმართ ძალიან ცუდ, საშიშ და არაჰუმანურ მოპყრობას. გულისხმობ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას თითქმის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მეთოდების მსგავს. ეს ახალი ფურცელია, ეს ახალი განვითარებაა. ამან ჩვენში ნამდვილად დიდი გაოცება გამოიწვია. როგორ შეიძლება ასეთი ლეტალური ნივთიერებების გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ? ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად და დეტალურად ვაფასებთ. თუ ისინი დარწმუნებული არიან, რომ არაფერი დაუშავებიათ, რატომ არ უნდა მოითხოვონ სრულიად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და დაამტკიცონ, რომ თქვათ ეს უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. სამწუხაროდ ხანდახან ფული წყვეტს და მაქვს განცდა, რომ ზოგჯერ ძალიან ცოტა ვიცით რა ხდება კულისებს მიღმა. შესაძლოა კორუფციული საქმეები, გარკვეული ფული, რომელიც ბრუნავს, იცით. გულისხმობთ, რომ ევროპული სანქციების დაწესება ამის გამო ვერ ხერხდება? თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს და ზოგიერთი პოლიტიკოსის ქმედებებს მათ ქვეყნებში. ორბანი და ფიცო? ფულის სუნი დგას. ასე რომ ივანიშვილმა შეიძლება აქ დიდი თანხები ხარჯოს. ვფიქრობ, მას ეს ნამდვილად შეუძლია. მისი რუსი პარტნიორები ამას მხარს უჭერენ. შეხედეთ, ისინი ჩვეულებრივ ჯგუფებად და ერთობრივად მუშაობენ, პარტნიორობით მოქმედებენ. ყავთ კარგი მრჩევლები, აქვთ კარგად ჩამოყალიბებული არხები. და იცით, KGB არასდროს ხრება ბოლომდე. ის დრო და დრო ხელახლა იბადება. მათ ყავთ მძინარე აგენტები, ყავთ გავლენის აგენტები, რომლებსაც სამწუხაროდ ევროპაში ზოგიერთ პოლიტიკოსთან აქვთ პირდაპირი წვდომა. საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია კი მიმდინარე პოლიტიკურ წელს კიდევ უფრო გაღრმავდა. ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატი წევრი ქვეყნის პროგრესის შეფასებისას ღიად თქვეს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს. ყველა მაჩვენებლით კი ბოლო წელს მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა. საუბარია ადამიანის უფლებების უხეშდარღვევაზე, უკანონო პატიმრობასა და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, უკიდურესად აგრესიულ ანტიევროპულ კამპანიაზე და რა თქმა უნდა მედიის მდგომარეობაზე საქართველოში, რომელიც დღეს ბოლო წლების ყველაზე კრიტიკულ ნიშნულზე არის დასული. ყველაფერი ეს ჯამში ქმნის იმ კონტექსტს, რომელსაც ბრიუსელი მარტივად ერთ წინადადებაში აფასებს ქართული ოცნების მიტაცებული ძალაუფლების პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღარ გააჩნია.
We see that under our eyes one country who used to be ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს თვალწინ ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დემოკრატიული ცვლილებების ლიდერი იყო, ახლა ძალიან მძაფრ უკუსლას განიცდის. ბუნებრივია გვინდა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და საქართველო კვლავ შეიცვალოს უკეთესობისკენ. ევროპას ამ შემთხვევაში შეუძლია გაზარდოს ზეწოლა საქართველოს მოქმედ პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ მოვლენებზე. ამავე დროს, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ვსაუბრობთ, არსებობს ძალიან კონკრეტული, მათ შორის სამართლებრივი მოთხოვნები და თუ ქვეყანა ამ შემთხვევაში საქართველო ამ მოთხოვნებს არ ასრულებს, შეუძლებელია ევროკავშირთან დაახლოების პროცესის გაგრძელება. რაც ჩვენ უკრაინის შემთხვევაში მოვახერხეთ, იყო ვიქტორ ორბანის შესაძლო ვეტოს გადალახვა, რადგან სანქციებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. ახლა საქმე მხოლოდ განხორციელებას ეხება. ჩვენ ყოველ ჯერზე აღარ უნდა დავუბრუნდეთ ერთსულოვნების კონსენსუს პრინციპს იმისთვის, რომ ერთხელ უკვე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ. სამწუხაროდ საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა ევროკავშირის ხელშეკრულების ცვლილება, რათა გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ერთი წევრი სახელმწიფო ტროას ცხენი, რომელიც სანქციებს დაბლოკავს, თუ იგი რუსეთსა და პუტინს ეთანხმება. საქართველოს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი დაშოშმინების პოლიტიკის. როდესაც ჩვენ ვცდილობ დაამშვიდო აგრესორი, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემას კი არ აგვარებ, პირიქით, მის გადავადებას ახდენ. მოწინააღმდეგე კი ასეთ შემთხვევაში უფრო და უფრო აგრესიული ხდება. ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგრესია საქართველოში, 2014 წელს ყირიმი, 2022 წელს კი რუსეთმა მეორე და უფრო დიდი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ახლა მაინც და სამწუხარო ძალიან ბევრი წლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა გაიგეს, რა დიდი საფრთხეა რუსეთი ყველასათვის. მათთვის სულ ერთია, დემოკრატია ხარ თუ არა. ერთადერთი, რაც რუსეთს ადარდებს დაიპყროს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია და სივრცე. რუსეთისთვის საუკუნეების მანძილზე მთავარი ფილოსოფია სწორედ ეს იყო. პოლიტიკური წყლის შეჯამებისას ბრიუსელიდან რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს არ გამორჩენია მზიამაღლობელი და მისი უკანონო პატიმრობა, რომელიც სიმბოლოა ერთდროულად რეჟიმის სისასტიკისა და მეორეს მხრივ ქართული მედიის მდგომარეობას და ბრძოლას ასახავს ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. სახაროვის პრემიით მზიამაღლობის დაჯილდოება წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად და ქართველი ხალხის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.